საწყისის შემდეგ უცადეთ და ხელით გავათამაშეს. საკმაოდ ხარისხიან, უბრალოდ დაცვაში ძალიან კარგად გაისარჯნენ. აფრიკელები და რა ბურთი დაიჭირა აქ არ ვიცი. სარაგბოზე იმის შემდეგ თავად აფრიკელებმა როგორი კარგი ჩათამაშება ფრთაზე, შემდეგ აქ ორმაფრთის მოთამაშემ ერთმანეთს გადაუკიდეს. ძალიან ვერც მიხვდებოდი ამ წესის დარღვევას და ვერც მერე მაინდა-მაინც დიდი დარღვევა ვერ დავაფიქსირე სიმართლე. ტექნიკურად როდესაც ამოდის ეკრანზე სხვა გზა აღარ რჩება უბრალოდ რომ იმოქმედო. ასე აბა წავედით. ცუცქირიძე ძალიან ცოტა და კიდევ არის, მაინც არის სინაურიძემ მაინც მოახერხა თავისი წილი ლელოს გატანა, ისევ სინაურიძემ გაიტანა, სამართალი აღადგინა. და თუ არა მე-5 წუთზე, მე-6 წუთზე მაინც მოახერხეთ იმ საპასუხო ლელოს გატანა. ჟოზე როგორც უთო. კი ბატონო. დაუვარდათ და მე მგონი აქ მეორე ლელოსაც გავიტანთ აუცილებლად. რომა მახათაძე. კი ბატონო, მას შემდეგ რაც ვერ მოახერხეს აფრიკელებმა ბურთის დამორჩილება, მახათაძე სწრაფად გაერკვა სიტუაციაში და ბოლომდე ლელობდე ირბინა და მე-11 წუთზე დააწინაურა შავი ლომი უკვე 7-12. შვენიერი მოქმედი კი ემზადება სამი ქულის ასაღებად და მისი დარტყმული ზუსტი არის 17-7 10 ქულამდე გავზარდეთ უკვე უპირატესობა. აბდუშელიშვილი გადადო. არის ლელო მესამე ლელო გაუტანეთ ჩვენ უკვე მასპინძელ ჩიტას. აბდუშელიშვილმა მოახერხა ამ ჯერზე ეს და ეს გადაწყვეტილება მართებული აღმოჩნდა. კიდევ უფრო ვზდით უპირატესობას. ხო ის ჩავხუროთ. დაშავებულია აქ პიტერს დაგვიშავდა. მაგარწნეხში ვართ აქ, მაგარწნეხში ვარ და გაგვიტანეს. გაგვიტანეს ლელო ძალიან სწრაფად. ორ კაცნაკლული ვიყავით და გვიპასუხეს. პიტერსი იმედია კარგად არის 10 ნომერზე. ისე უპირატესობა აქვს, ხაზზე გაიტანეს და რატო გაიტანეს? ძალიან მიკვირს, კარგად მიდიოდა მათი მოლი, კარგად გვიტევენ და გავიტანენ ლელოს. გაგვიტანეს მესამე ლელო. ჩემი აზრით აბსოლუტურად დაუმსახურებლად, იმიტომ რომ პირიქით იყო იქ. ხვალა დავანებოთ სიტუაციები. ნამეტანი კრიტიკაც არ ვარქა ხო იცი. პატარა წინ თამაში და ისინი ჩვენოს დაორში არიან უკვე. გვიტევენ, გარეთ რა ხდება, ტაბუცაძე კარგი ბოჭვა. გააკრამიწაზე და ახე როგორ შემოგვიტიეს. უკვე დიდი უპირატესობა აქვს და ვეღარ მოახერხეთ აქ თავის დაცვა. ვეღარ მოახერხეთ თავის დაცვა და 62 წუთზე გაუშვით მე-4 ლელო რამაც დაუბრუნა ლიდერობა ჩიტა. კარგია, სავაფშე არ ყო, ტერმინისთვის უკვე მეც ცოტა იმოდი. საერთოდ არ ყოფილა კისერთან კონტაქტი, ხელი ქონდა მოკიდებული ხელ. რაო? ახთე. იმას რაღაცა დაუძახა მაშინ. გასაგებია ოთიას რეაქცია. ისინიც გააგდო? ისიც გააგდო, კი. კარგია რომ ისიც გააგდო, ხო, რაღაც თქოს. ისე უჩვენა მარტო ოთიას თავიდან მეგონი არაპირებთ. ხო, და ოთიას უკვე სულ ეჭვგეპარება, ეს თქვა გადაწყვეტილებებში, მაგრამ აი ბოჭვას თუ არ გააკეთებ, ამდენს ატარებ, საჯზე პრეტენზია არ უნდა კონდეს, რა კარგად გვიტევენ და აკვირდი და რა მარტივად გააქვთ. კი. აქ ის ჩვენი იმედები შეიძლება რომ გაუშვებ, ხელს ვერავისკენ ვერ გაიშვებ. სამწუხაროდ. კარგად დავიცავით, მაგრამ ამოვიდნენ აფრიკელები. გადადო, რაიც გადადო და კიდევ ერთი ლელო გაგვიტანეს. ვალაი. არეული თამაში არის. და ლელო, კი, შანსი არ ქონდა უბრალოდ. შეისეინეს აფრიკელებმა ლელოში. აი, ნაირად მოახერხო ისე. ხან გავტყდით ხა რა თქმა უნდა ხო ფაქტობრივ შორის ადრე ავიწიეთ გვიან ავაგდეთ ხანიაშვილი აი ეს კარგია ორი ხელით მოვიგეთ გამოვიტანეთ პანდერაშვილი თვითონ წავიდა და რა მაგრაგა და ლამაზი კომბინაცია საბოლოო ჯამში დასრულდა კახოიძის შესანიშნავი ლამაზი ლელოთი კარგი კომბინაცია იყო ნამდვილად ღირდა ბოლომდე ამის დავლოდება აი კომბინაციის ხო არა პანდერაშვილის მოქმედება უნდა აღვნიშნოთ არაორდინარული გადაწყვეტილება ყოველთვის იჩენს ხოლმე თავს კარგად და კი ბატონო კახოიძეც იმსახურებდა კახოიძე უკვე ახალი სეზონის დაგვეწყება კი ბატონო ყველას ერთად კარგია ცირეკიძე თავის კარგი ფეხი დღეს დააგვირგვინა ცირეკიძე 47-31
იოსებ ჯაფარიძე, ზურაბ სორველი ვიყავი თქვენთან და ზურაბ ამის თქმა გინდა. არაფერი, გემშვიდობებით და გისურვებთ ბევრ კარგ და ლამაზ სანახაობას, ისეც როგორც პირველ ტაიმში გქონდა. ბატონო, კარგად განდებოდეთ.